კონფლიქტზე დღეს იმდენი სხვადასხვა ჯურის მოხალისე წერს, რომ შეიძლება თავის სადღაც სამოქალაქო ომით შეპყრობილ სირიაში, უკრაინაში ან ტერორიზმის სანერგე ავღანეთში გეგონოს. თანამედროვე მედიასა და ლიტერატურაში იმდენი ადამიანი აღწერს იმ 5, 10, 15 და ასე შემდეგ რაოდენობის ყოფაქცევის ფორმებს სამოქალაქო და ყოფითი კონფლიქტის პირობებში, რომ ცოტა არ იყოს გიკვირს. თუ ასეთი მარტივი და გასაგებია ეს ყველაფერი, მაშინ რატომ არის, რომ რეალური კონფრონტაციის ძალიან ბევრს ჭირივით ეშინია, ან კიდევ კონფლიქტის პროვოცირების შემდეგ ქვეყნის მასხარა ხდება? ალბათ არავის სურს დაუგეგმავი კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ მოწადინების და მიუხედავად ადრე თუ გვიან რაღაც დაპირისპირების მსგავსი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება. და ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ კონფლიქტის გარემო პიროვნების ხასიათსა და ბუნებას მჭედლის ცეცხლივით და უროსავით ყველაზე კარგად გამოკვეთს, ჩამოაცლის ხოლმე სანუკვარ ფოლადს, ზედმეტ შლაკებსა და ნაწიბურებს. კონფლიქტში ყველაზე კარგად ჩანს და იგრძნობა რა სიმდაბლის ჩასადენად არის მზად მოქალაქე, რამდენად შეურიგებელია იგი გარემოებების მიმართ და როგორ ხედავს საკუთარ თავს. კონფლიქტის მართვის თეორიული შესწავლა იმდენსავე ღირებულ ცოდნას იძლევა, რამდენსაც მაგალითად მანქანის მართვისა საკლასო ოთახიდან ან კიდევ მძღოლის გვერდით ჯდომის დროს. ის, რაც შეიძლება სხვისი კონფლიქტის განხილვის დროს დაუშვებლად, სასაცილოდ, წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, საკუთარ კონფლიქტში შეიძლება ათმაგი ძალით მოხვდეთ ცხვირში, ამოგაპირქვაოთ, ტუშეზე დაგანარცხოთ და მგელივით აგაყმულოთ. ის, რაზეც სხვას ეუბნებოდით, ნუ აი ეგ როგორ უნდა გაგეკეთებინა, აი ასე და აი ასე უნდა მოქცეულიყავი. თქვენ თავად შეიძლება 100-ჯერ და 1000-ჯერ უარესად განახორციელოთ, ჩააფლავოთ და საქვეყნო განკითხვის საგნად იქცეთ. კონფლიქტში იმდენი განსხვავებული სიმძაფრისა და პოლარობის ემოცია და გრძნობა ფოკუსირდება, რომ შეგვიძლია დავასკვნათ, ადამიანებისათვის კონფლიქტი ხშირად გრძნობების დაბრუნების ერთადერთი საშუალება ხდება. ხდება ერთადერთი ფორმა ჩვენი ემოციური ყოფის გამოღვიძებისა. იმას გულისხმობ, რომ ყოველდღიური ცხოვრება ხშირად სტაგნაციის, ერთფეროვნების, დაბალ ტემპერამენტულობის, კლიშეებისა და სტერეოტიპების უსახური ალაგი ხდება. შესაბამისად, ადამიანური გრძნობების სამყაროც უხილავი და ფარული ძალების სამფლობელოში ექცევა. ამბობენ, რომ კონფლიქტი არსებობს როგორც სოციალური, იურიდიული, პოლიტიკური, ასევე უბრალოდ შიდა პიროვნულიც. ესეც ალბათ დამახინჯებული ფორმაა საკუთარი განცდების, მოტივების, მოთხოვნილებების, ტოლვებისა და ემოციების ამოსატანად. თანამედროვე ადამიანს, რომელსაც კონფლიქტის შესახებ სკოლაში არაფერს ჯეროვანს არ ასწავლიან, გარდა ბანალური მონაჩმახისა, განსაკუთრებით უჭირს საკუთარი ინტერესების დაცვა მშვიდობიან ვითარებაში. გასათვალისწინებელია, რომ ქართული სოციალური სისტემა შეგნებულად თუ შეუგნებლად უმალავს ადამიანს ცხოვრების რაობას, სინამდვილეს, კონფლიქტის მართვის ტექნოლოგიებს, ქართული რეალობის ალფასა და ომეგას. გარკვეული სიხშირით მიმდინარე ცემატყება ბიჭუნებს შორის და არანაკლები კინკლაობა, ინტრიგები და გაწევ-გამოწევა საშუალო სკოლაში გოგონებს შორის არის ცხოვრების მიერ მოწვდილი გამოყენებითი მასალა კონფლიქტის თაობაზე, რამაც ქართველ ახალგაზრდებს შეიძლება რაღაც წარმოდგენა მაინც შეუქმნას კონფლიქტზე. თუმცა აქაც სკოლა და საზოგადოება ბავშვებს მონდომებით უმალავს ინფორმაციას თუ რა არის ყველა ამ დაპირისპირების წყარო და ასეთ ვითარებას შემთხვევით გაუგებრობებიდან წარმოშობილ მოვლენებად აღწერს. ცოტა მოგვიანებით, მოზარდის ცნობიერებაში ჩანერგილი ძველბიჭური ან კიდევ გლობალური ფარისევლური ფილოსოფია უფრო ნათლად აყალიბებს კონფლიქტის ფსიქოლოგიას და მას შემდეგ კონფლიქტი უკვე ფართოდ არის წარმოდგენილი ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა დონეზე, სუფრიდან დაწყებული უნივერსიტეტით, ეკლესიისა და ხელისუფლების სხვადასხვა დონეების ჩათვლით. თუმცა კონფლიქტთან რეალური გაცნობა, რაც აუცილებელია გამარჯვებულთა და გამარჯვებული ქვეყნის შესაქმნელად, არ არსებობს. რაც და როგორც არ უნდა იყოს, კონფლიქტის მართვის უნარჩვევები იმდენადვე მნიშვნელოვანი რამაა, როგორც პროფესია, მეტყველება, გადაადგილება და ასე შემდეგ. მის გარეშე მოქალაქე ჩვეულებრივი ხეიბარია, რომელიც დამოკიდებულია სხვების კეთილნებაზე და შეიძლება ნებისმიერ წუთს დაუკითხავად განწირული და განადგურებული იქნას. ისევე როგორც პოდკასტში უკმაყოფილების შესახებ, მე ახლაც შევეცდები წარმოვადგინო იმ მდგომარეობის აღწერილობა, რაც უბრალო ადამიანს ხშირად ეუფლება კონფლიქტის დროს და გზას უხერგავს გააზრებული რაციონალური ქცევისაგან. მაშასე, როგორც წესი, დაპირისპირების დროს უბრალო ადამიანს სხვადასხვა ნეგატიური გრძნობების ზემოქმედების წყალობით შემდეგი სიმპტომები უღვივდება. ძლიერი პანიკა,
უმართავი ეჭვები და უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ. მორიგებისა და მოლაპარაკების და არათუ მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენების სურვილი და ჟინი. უმართავი სიგიჟემდე მისული შინაგანი დიალოგი. გამუდმებული შინაგანი თვითშეყოვნება. სიტუაციიდან გაქცევის ჟინი. შეტაკების ფაქტის გამო შეძრწუნება და თვითდათრგუნვა. უმართავი ფანტაზიები იმაზე თუ რა საშინელი და მტკივნეული იქნება საკუთრივ კონფლიქტის მწვავე ფაზა, ხელჩართული ბრძოლა და ასე შემდეგ. დაუოკებელი უარყოფითი თვითშეფასების გაჩენა. გონებრივი უნარების პარალიზება. ფოკუსირება საკუთარ სისუსტეებზე, არ გამოვა, დავმარცხდები, ჩავბანძდები, ჩავარდები. ყველა კრეატიული უნარჩვევის გაშეშება. მეხსიერების დროებითი დაქვეითება. ადგილის, დროისა და სივრცის აღქმის გათიშვა. აგრესიის, ძალისა და პროტესტის გრძნობების გაქრობა. მძაფრი სურვილის გაჩენა იპოვო მოკავშირე და მფარველი. ფსიქიკის ზედაპირზე სუსტი, ტრავმირებული სუბპიროვნების გამოსვლა. ვითარებისა და რაციონალიზმის იგნორირება. კაპიტულანტური პოზიცია და მზაობა ვიზავის წინაშე დაჩოქებისა. პატრონის, სტრატეგოსის, მებრძოლის გრძნობისა და შეგრძნების დაკარგვა. რწმენის, მიზნისა და ენერგიის გაცამტვერება. შიშის ემოციის გაასმაგება. შინაგანი შებოჭილობის მრავალჯერადი ზრდა. სიტყვებისა და გრძნობის სულ უფრო მზარდი კონტროლი, რომ რაიმე ზედმეტი არ წამოსწდეს. პოზიტივის დაკარგვა. ბრძოლის პერიპეტიების და განვითარების ნეგატიურ სცენარებზე ჩაციკლა. ძრწოლა საკუთარი გრძნობებისა და ბრძოლის შედეგების წინაშე. ზედაპირზე ძალაუფლების ინსტინქტის ნაცვლად თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოსვლა. ძლიერი ადრენალინური რეაქცია. რეალობის გრძნობის გათიშვა. დაუჯერებლობა, რომ ეს მის თავს ხდება. იდენტობის დაკარგვა, ანუ საკუთარი თავის უარყოფა, საკუთარ თავზე უარის თქმა, პირადი ინტერესების ღალატი და იდეალების გათელვა. ფეხების ამჩვარების შეგრძნება და სხეულის პერიფერიისაკენ სისხლის მიწოდების დარღვევა. ფეხების ამჩვარების შეგრძნება და სხეულის პერიფერიისაკენ სისხლის მიწოდების დარღვევა. არა სისტემური, არა პროცესუალური მიდგომა პრობლემისადმი. ხაფანგში მოქცეულობის გრძნობის აღზევება. აზროვნების სიღრმისა და სივრცის შეზღუდვა, კონცენტრაცია რეაქციაზე დაარტყიან გაიქეცი. საკუთარი სხეულისა და ცხოვრებისეული გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილის გაცნობიერება და მობილიზება, საკუთარი ფსიქოფიზიოლოგიური რესურსებისაგან გამოთიშვა. შინაგანი სიმძაფრის დრამატიზმის განელება. ჩავარდნის, მარტოობისა და მოწყვეტილობის გრძნობის გამძაფრება. ტოტალური ობსტრუქციისა და განადგურების წინადგრძნობის აღზევება. ცნობიერების ქაოტიზაცია. ფიზიკური, ვერბალური და ენერგეტიკული დარტყმების ძალის დასუსტება. აუტანელი შიში გააკეთო რაღაც გამოუსწორებელი, საკუთარ თავზე კონტროლი იმ დონემდე დაკარგო, რომ უსაშველო რამ დამართო მტერსაც და საკუთარ თავსაც. პრობლემები ემოციურ და ლოგიკურ მეტყველებასთან, არტიკულაციასთან. შინაგანი გამოფიტვა, ზოგადი სისუსტე, დისტრესი. უძლიერესი დაძაბულობა სხეულის იმ ნაწილებში, სადაც ემოციების ბლოკირება ხდება. თვითსაბოტაჟი და სიტუაციისათვის ყოვლად არაადეკვატური ვერბალური კონტენტის გაჟღერება. შიშის გამძაფრება იმის თაობაზე, რომ მსოფლიო რაღაც ყოვლად მნიშვნელოვანს დაკარგავს ამ კონფლიქტით. კონფლიქტისა და დაპირისპირების ფაქტის მიმართ უდიდესი გადაულახავი შიშის გაძლიერება. როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი ამგვარ პირუთვნელ და გულწრფელ აღწერილობას ისმენს, მას ერთბაშად ეჭვები დაბნეულობა და შიში ეუფლება. თუ მართლა შესაძლებელია პიროვნების მოქმედების და რეაგირების ტიპის შეცვლა, ან და კიდევ საერთოდ თუ არის შესაძლებელი ადამიანის ყოფაქცევის შეცვლა.
შესაძლებელია თუ არა საერთოდ ადამიანის აზროვნების შეცვლა. ან საერთოდ თუ შესაძლებელია ადამიანის ტრანსფორმაცია. მაგალითად, დიდი ვოლტერი საკმაოდ პესიმისტურად იყო განწყობილი პიროვნული ცვლილებების მიმართ, როდესაც ამბობდა: "ჩაუფიქრდი იმას თუ რა ძნელია საკუთარი თავის შეცვლა და შენ მიხვდები, რამდენად მცირეა შენი შესაძლებლობა შეცვალო სხვები." თანამედროვე ბრიტანელმა მწერალმა ეზოთერიკოსმა ლობსან გრამპამ კი უფრო მოკლედ მოჭრა. ჯობია ერთხელ მაინც სანთელი დაანთო, ვიდრე 1000 წელი სიბნელეს წევლიდე. აი რას გვეუბნება ამასთან დაკავშირებით ერთი ხასიდური იგავი. როდესაც დოვ ბერი გარდაიცვალა, მისი მოწაფეები ერთად შეიკრიბნენ, რათა მოძღვრის შესახებ დარჩენილი მოგონებები ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ. საუბარი მრავალ საათს გაგრძელდა, ბოლოს კი უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. ხანგრძლივი მდუმარება რაბი შნეურზალდანმა დაარღვია. ჩვენი მასწავლებელი არაჩვეულებრივად ბრძენი კაცი იყო. მაგრამ ზოგიერთი მისი მოქმედება მართლა გამაოგნებლად მოგეჩვენებოდა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ რებეს უყვარდა დილაუთენია სახლიდან გასვლა და ტბის პირას სეირნობა, სადაც უამრავი ბაყაყი ყიყინებდა. მე კი აი რა არ მაძლევს მოსვენებას. თუ იცით რომელიმემ რატომ აკეთებდა ამას რაბი? ხასიდებმა ერთმანეთს შეხედეს, მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა. მაშინ თავად შნეურზალმანმა უპასუხა საკუთარ კითხვას. აი რას ვფიქრობ ამ ყველაფრის შესახებ. პერექშირის წიგნში ნათქვამია, რომ დაასრულა რა ფსალმუნების წერა, მეფე დავითმა უფალს ასეთი სიტყვებით მიმართა: თუ არის დედამიწაზე ერთი არსება მაინც, რომელმაც უფრო მეტად გადიდა ღმერთო, უკვე თუ ეს მე შევძელი. და ამ დროს მოულოდნელად საიდანღაც ბაყაყი გადმოხდა, წამოსკუპდა დავითის წინაშე და გამოაცხადა: რა ქედმაღლობა, ასეთი რამ მეფისგანაც კი წარმოუდგენელი იყო. მე მაგალითად უფალს უფრო მეტ სადიდებელ სახოტბო სიმღერებს ვუძღვნი ვიდრე შენ. და თითოეულ სამ სიმღერებიდან 3000-ზე მეტი ინტერპრეტაცია მაინც აქვს. და ეს კიდევ არაფერი? თავად ხომ, ჩემი სიცოცხლე არის მცნების აღსრულება, რადგან ტბორის ნაპირზე ცხოვრობს ერთი არსება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. როდესაც ამ არსებას მოშივდება, მე სიცოცხლეს ვწირავ, რათა აღსრულდეს დაწერილი. თუ მშიერია მტერი შენი, დააპურე იგი შენი პურითა. სამყაროს ყოველ ნაწილს განაგრძობდა რებეშნაურ ზალმანი, დიდსა და მცირეს, სულიერსა და უსულოს. ამ ცხოვრებაში საკუთარი მელოდია მოაქვს და თავისებურად ასრულებს. ბაყაყსაც კი თავისი სიმღერა გააჩნია. რაბი გაჩერდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მეგობრები მისდევდნენ მის აზრს და ისევ განაგრძო. ნუ თუ ახლაც ვერ ხვდებით, რატომ მიდიოდა რაბი დილაობით ტბასთან? ის მიდიოდა იქ ბაყაყების სიმღერების მოსასმენად და იმისათვის, რომ მათთან ერთად ელოცა. ახლა კი მოდით სხვა ხასიდური მასწავლებლის რამი შაპიროს კომენტარი მოვისმინოთ. რა არის შენი სიმღერა და რისთვის ხარ მზად, რომ გაწირო სიცოცხლე? ამ კითხვებს შენს ნაცვლად ვერავინ გასცემს პასუხს. ვერავინ მოგცემს სიმღერას, რადგან არავინ არც იცის ეს სიმღერა შენს გარდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია ამ შემთხვევაში, ეს ის არის, რომ შენს სიმღერას სთხოვო, რომ გამოგეცხადოს. ამისთვის აუცილებელია მთელი სულითა და გულით
ჩაიძიროს სხვა არსებების სიმღერაში. და როგორ უნდა გააკეთო ეს? გულისყურით შენს გარშემო ჩქეფარე სიცოცხლის ხმოვანებას მოусმინე. როგორ უნდა გასცე პასუხი კითხვას, რისთვის ხარ მზად რომ გაწირო სიცოცხლე? გეტყვი. ბაყაყის სიკვდილი მესიანისტური გამოსყიდვა კი არა, პირადი რეალიზაცია იყო. საქმე ის კი არ არის, რომ შენი მტრისათვის თავი გადადო, არამედ ის, რომ შენი მტერი დააპურო. შენი მტერი ხომ გამუდმებული უკმაყოფილებაა საკუთარი თავით, რომელიც გაიძულებს სულ ძალაუფლება და დიდება ეძებ. როდესაც შენ საკუთარ სიმღერას ასრულებ, სიცოცხლის აზრიც გეხსნება. ნებისმიერი დაუკმაყოფილებლობა უმალქრება, შენ სიცოცხლითაც და საკუთარი თავითაც საკმაოდ კმაყოფილი ხარ. გასაგებია, რომ თანამედროვე მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს ქრონიკული, ფარულად მიმდინარე დეპრესია, რომელიც ხასიათდება ნაკლები ქმედებებით, მეტი მორალიზებით, თვითგამანადგურებელი კრიტიკით, აზრისა და ქმედების პარიტეტის დარღვევით. ამ მდგომარეობას ახასიათებს მოძრაობის დეფიციტი, გაბრძოლების სურვილი, სიმწირე და ბრძოლიდან სისტემატური გარიდება. თანამედროვე ადამიანს ახასიათებს მისწრაფება მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნოდეს. აკეთოს მხოლოდ ის, რაც მას სურს და არა ის, რაც იმ მომენტში საჭიროა. ფიქრობდეს ფიქრებს, ფიქრებზე, საკუთარ პრობლემებზე, თუმცა ნაკლებად წვეთდეს მათ, რადგან ეს ეგრეთ წოდებული პრობლემები მისი იდენტობის ნაწილია და მათ გარეშე ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია. ახლა მოდით აღწეროთ რეაგირების ოპტიმალური ტიპი, რომელიც კონფლიქტში ჩართულ გამარჯვებისაკენ მისწრაფებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს. რა უნდა ახასიათებდეს ასეთ პიროვნებას? გამორჩეული სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. ნდობა და დარწმუნებულობა საკუთარ თავსა და საკუთარ მოქმედებებში. მოწინააღმდეგის სრული განადგურების ჟინი, ანუ მანამდე სანამ მტერი არაუნარქმედითი აღმოჩნდება. შინაგანი სამსჯავროებისა და დიალოგებისაგან გონების სრული თავისუფლება. სრული შინაგანი თვითმოტივირება და წახალისება. კონფლიქტის სიტუაციით ტკბობის და ამვითარების სრული დაუფლების ჟინი. სუბუქი შეზარხოშება და მზარდი ენთუზიაზმის შეტაკების გამო. საკმაოდ ნეიტრალური, არაისტერიული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის კონფლიქტი, ძალადობა, სხვისი განადგურება, ხელჩართული ბრძოლა. მაღალი და პოზიტიური თვითშეფასება კონფლიქტის ნებისმიერ მომენტში და ამ მაჩვენებლის დამოუკიდებლობა გარე ფაქტორებისაგან. გონებრივი შესაძლებლობებისა და უნარჩვევების აქტივიზაცია. ფოკუსირება საკუთარი პიროვნების ძლიერ მხარეებზე. მე ეს შემიძლია, მე აუცილებლად გამომივა, მე ჩემსას გავიტან, გავიმარჯვებ და ასე შემდეგ. კრეატიული უნარების მობილიზება და ენერგიული ამოქმედება. მეხსიერების მოქმედების გამძაფრება. ადგილის, დროისა და სივრცის, რეალობის მკაფიო აღქმის გამძაფრება. აგრესიის, ძალისა და პროტესტის გრძნობის გამოვლენა. საკუთარი თავისა და პიროვნების მასშტაბის ძლიერი რწმენა და მძაფრი სურვილი თავად მოაგვაროს კონფლიქტი. ფსიქიკის ზედაპირზე მეომარი და ძლევამოსილი სუბპიროვნების გამოსვლა. ვითარებისა და რაციონალიზმის სრული გათვალისწინება. შემტევი და შეურიგებელი პოზიცია და მზაობა ბოლომდე გაბრძოლებისათვის. ბოლომდე გაბრძოლების შემტევი და შეურიგებელი პოზიცია და მზაობა. პატრონის, სტრატეგოსის, მებრძოლის გრძნობისა და შეგრძნების განსაკუთრებული გამძაფრება. რწმენის, მიზნისა და ენერგიის აღზევება. შიშის გრძნობის გადასვლა ენერგიასა და მოქმედების ჟინში. შინაგანი შებოჭილობის გაქრობა. სიტყვებისა და გრძნობის სრული თავისუფლება, უადგილო პასუხისმგებლობების მოხსნა. პოზიტიური აზროვნების გაძლიერება. ბრძოლის პერიპეტიებისა და განვითარების რაციონალური სცენარების წარმოსახვა. საკუთარი გრძნობებითა და ბრძოლის შედეგებით ტკბობა. ზედაპირზე ძალაუფლების, დაპყრობისა და წარმატების განვითარების ინსტინქტის გამოსვლა. შეუბოჭავი ტესტოსტერონული რეაქცია. რეალობის გრძნობის გაძლიერება. რეალობის ისე მიღება, როგორც არის, ყოველგვარი გაოგნების გარეშე.
სისხლის თავისუფალი მიმოქცევა სხეულის პერიფერიისაკენ, ფეხებსა და სხეულის ქვემო ნაწილში ძალისა და ენერგიის განცდა. მოვლენებისადმი სისტემური და პროცესუალური მიდგომა, მონადირის განცდების სწრაფი გაღვივება, აზროვნების სიღრმისა და სივრცის გაფართოება, კონცენტრაცია რეაქციაზე ეს ჩემი ომია და მე მოვიგებ. საკუთარი სხეულისა და ცხოვრებისეული გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების სრული მობილიზაცია, საკუთარ რესურსებთან სრულფასოვანი კავშირის დამყარება. საკუთარი თავის სრული მიღება, შინაგანი პიროვნული ერთიანობა. საკუთარი თავისა და პირადი ინტერესების, იდეალების წინ წამოწევა. საკუთარი სხეულისა და ცხოვრებისეული გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების სრული მობილიზაცია, საკუთარ რესურსებთან სრულფასოვანი კავშირის დამყარება. საკუთარი თავის სრული მიღება, შინაგანი პიროვნული ერთიანობა. საკუთარი თავისა და პირადი ინტერესების, იდეალების წინ წამოწევა. შინაგანი სიმძაფრის, დრაივის წინ წამოწევა. გამარჯვების, ხალხთან შეკრულობის და მთლიანობის გრძნობის გამძაფრება. ტოტალური აღიარებისა და გამარჯვების წინადგრძნობის აღზევება. ცნობიერების ფოკუსირება. ფიზიკური, ვერბალური და ენერგეტიკული დარტყმების ძალის გამძაფრება, კონცენტრაცია. ძაფრის სურვილი გააკეთოს რაღაც გმირობა, მიაყენოს მტერს მოუშუშებელი მარცხი. კარგად არტიკულირებული ემოციური და ლოგიკური მეტყველება. შინაგანი სიძლიერის რეზერვების ამოქმედება. თვითსაბოტაჟის ნებისმიერი შემთხვევის მომენტალური ლიკვიდაცია და ვითარების სრულიად ადეკვატური ვერბალური კონტენტის გაჟღერება. დასასრულს კი შეჯამების სახით ნებისმიერი ტიპის კონფლიქტთან დაკავშირებით შემიძლია რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია მოგცეთ. ფაქტია, რომ დაპირისპირებისა და შეტაკების შიში გაურკვევლობის, უმეცრებისა და არცოდნისაგან მოდის. როცა პიროვნებამ არ იცის ბრძოლის სტრატეგიები, კონფრონტაციის ვითარებაში მოქმედებათა ალგორითმები, როდესაც პროფესიულად არ ვარჯიშობს კონფლიქტის მართვასა და წარმართვაში, როდესაც მისი ცხოვრების არსი არა კონფლიქტი, არამედ ტელევიზორის წინ გორაობა, გვარიანის მაჭამა, კომფორტული სულილკუილი და სულის შებოჭვა ათასგვარი სისულელეებით, ბუნებრივია, იგი ყოველთვის განწირული იქნება დასამარცხებლად. ამიტომ გამარჯვების ჟინით ახსილმა პიროვნებამ რაღაც მაინც უნდა გააკეთოს. პირველი, მოქალაქე პროფესიონალურად უნდა დაეუფლოს კონფლიქტის მართვის ხელოვნებას. არა მხოლოდ ტრენინგებზე ნასწავლი 5, 10 და ასე შემდეგ რაოდენობის წესებისა და პრინციპების, სლაიდებისა და სახელდახელო თამაშების დონეზე, არამედ მაკიაველით. არა თანამედროვე დემოკრატიული ზღაპრებით, არამედ ბიბლიით. იგივე მაკიაველით, იულიუს კეისრის ჩანაწერებით, სუნცის ომის ხელოვნებით, ხაგაკურესა და სხვა საკაცობრიო საგანძურებით. კი საშინელება, კი ძალზე დამზაფრველია, მაგრამ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ცხოვრება ხანდახან ისე შემოგკრავს, ადგომა და სიცოცხლე აღარ მოგინდება. თუმცა, როგორც ერთი დიდი თანამედროვე მოაზროვნე აცხადებს, ცხოვრება უძლიერესებსაც ანგრევს და მათაც აჩოქებს, იმისათვის რომ დაამტკიცოს, რომ უძლიერესს შეუძლია კვლავაც ფეხზე წამოდგომა. სუსტებს კი განგება საერთოდ არ ეხება. ისინი ისედაც მთელი ცხოვრება მუხლმოდრეკილნი ატარებენ. მეორე, ინდივიდმა კარგად უნდა შეისწავლოს ის თუ როგორ რეაგირებს იგი დღეს კონფლიქტურ სიტუაციაში და რას ეფუძნება მისი ამგვარი რეაგირების ფორმა. მშობლებისა თუ საკომუნიკაციო წრისაგან ნასესხებ მოდელებს რა წარმართავს მის რეაქციებს. სიკვდილის თუ ტკივილის შიში. რით სურს ამგვარი ქცევის ჩანაცვლება. ეს რაღაც თანდაყოლილია თუ შეიძლება ახალი ყოფაქცევის დასწავლა, ისევე როგორც ვსწავლობთ მაგალითად საჯარო გამოსვლებს, გარკვეულ თამაშებს, ვეუფლებით გარკვეულ ნარჩევებს. მესამე, განსაკუთრებით აუცილებელია, რომ პიროვნებამ შეცვალოს დამოკიდებულება კონფლიქტის მიმართ. საკუთარ თავში მან უნდა შეიქმნას პირდაპირი ლტოლვა კონფლიქტისაკენ. უნდა ისწავლოს მიიღოს სიამოვნება და დრაივი ბრძოლისაგან. ისეთივე ტკბობა და თრობა, როგორც საჭადრაკო პარტიით, საფეხბურთო მატჩით და ასე შემდეგ. მეოთხე, პიროვნებამ უნდა შეიქმნას სულ უფრო მეტი და მაღალი დონის რისკის მოთხოვნილება და მოქმედება გადაჭარბებულ ფიქრზე მაღლა დააყენოს. მეხუთე, პიროვნებამ უნდა დაამუშაოს იდეები, სტერეოტიპები, კლიშეები საკუთრების, ფლობის, მფლობელობის შესახებ. მეექვსე,
ექსტრემალური ფიზიკური ვარჯიში, სამხედრო თეორიისა და პრაქტიკის შესწავლა, სულიერი პრაქტიკები, თვითრეფლექსია და ანალიზი, ენერგო პრაქტიკები უნდა იყოს პიროვნების ყოველდღიურობის განუყოფელი ატრიბუტები. და რა თქმა უნდა, იცხოვრეთ გაბედულად.